საწმენისა და ჩვენთან არის ღმერთი. უფალმა დაგლოცოთ ქრისტეს მიერ საყვარელო. მე ორი წინა სახურებაზე, ანუ წირვაზე ქადაგება ესეთი ემოციური იყო, ემოციები ოღონდ არა იმიტომ, რომ რაღაცა ესეთი არამედ იმაზე, რაც დღეს ზოგადად კაცობრიობას და განსაკუთრებულად ჩვენ ქართველებს გვაწუხებს. და ეს ემოცია იმიტომაც იყო გამოწვეული, რომ აზარშიც ხშირად არის ესეთი ფერმი, რომ ადამიანი მოვა ეზიარება და იმის იქით საერთოდ ვერაფერს ვერ ამჩნევს, ვერ ხედავს და ასე შემდეგ. თითოეული ადამიანი თავისუფალია თავის არჩევაში და თავის ნებაში და ვისაც როგორი, ესე ვთქვათ, სურვილი აქვს, მაგრამ თქვენ სურვილზე რო არ არის დამოკიდებული, ალბათ თქვენ წხვდებით, ხო? იმიტომ რომ შეიძლება ადამიანის სურვილი ბევრი ქონდეს, მაგრამ რაც ჭეშმარიტება ის უნდა ვაკეთოთ თვითონმა ჩვენთანმა. რაც ყველაზე მეტად თავარია მოხშირდა ადამიანების ესე მოზღვაებული სურვილი ზიარებისა, ოღონდ ლოცვაზე ყოფნა არ უნდათ. და რა თქმა უნდა, აქაც ჩვენ უკვე გვაქვს საიმისოდ მდგომარეობა, რომ თუ რამე გარკვეული მიზეზი მართლა არ არსებობს, ანუ აქ გვექნება თავშეკავება ჩვენც, იმიტომ რომ ესე არ არის რა, ესე ვისაც როგორ უნდა ისე მოიქცეს, ამ ფორმით რომ ყველა ისე იქცეოდეს, ვისაც როგორ უნდა, ანუ ჩავთვალოთ რომ არაფერი წმინდა აღარ დარჩება ადამიანებს, იმიტომ რომ ყველა ზღვარს გადავა. რაც შეეხება დღევანდელ სახარებას, ეს არის მათემახარებლის სახარება, არის მერვე თავი და მუხლებია 5-დან 13-ის ჩათვლით. და ბევრ თქვენთაგანს ალბათ წაკითხული აქვს ეს სახარება და თავისებური აზრიც აქვს, მაგრამ ჩვენ უნდა ვიცოდეთ შინაარსი სახარებისა და რას გვიყვება, რას გვამცნობს უფალი ამ მოთხრობილი სახარებიდან. მსგავსი სახარება კიდევ აქვს, რაც დღეს იქნა წაკითხული, ლუკა მახარებელს. შესაბამისად მე ადრეც მithქვამს, ისტორია ესე ვთქვათ მონაპოლი ერთია, მაგრამ შეიძლება მოციქული სხვადასხვანაირად გადმოსცემდეს ამას. მე დავიწყებ ახლა ამ სახარების თან მოყოლას და თან რა თქმა უნდა განმარტებას და გზადაგზა მოგაწვით ანუ ინფორმაციას, რომ თქვენ გქონდეთ ამაზე წარმოდგენა. როგორც მოგახსენეთ, ანუ ეს არის მათემახარებელი სახარება და გვეუბნება სახარება, რომ მაცხოვარი შედის ქალაქ კაპერნაუმში. და მისი მისვლით იქ ანუ ბევრჯერ გვითხოვთ ჩვენ, რომ დაჯდება ნავში, გავა ერთ ქალაქში, გავა. ერთი ესეთი სახარებაც არის 10 ქალაქი, ანუ ესე წერია დაბებში, სოფლებში და ანუ მაცხოვარი ქადაგებს სინანულს და ცათასაცმელისთვის მზადებას. ამიტომ დღესაც კაპერნაუმი არა მარტო იმიტომ არის ესე ვთქვათ მოყვანილი სახარებაში, რომ თვითონ მაცხოვარი იქ შედის, მას თავისი დატვირთვაც აქვს და რატომ? და მას მიეგებება 100-ის თავი. ალბათ ხვდებით, ხო ეს არის ლეგიონის ესე ვთქვათ რომელიღაცა წარმომადგენელი, უფროსი 100-ის თავია, უდიდესი წარჩინებული პიროვნებაა, მინდა გითხრათ ძალიან კარგი ადამიანია, კარგი კაცია და ეს ჩანს ლუკა მახარებლის სახარებაში და მათემახარებელი ამაზე არ ამბობს არაფერს. იმიტომ რომ მათემახარებელი მუდმივად აღწერს ესე როგორც იყო კაფიოთ წერტილოვნად, თუმცა ლუკა მახარებელი უფრო მეტად ესე ვთქვათ ავრცობს. და შესაბამისად მე იმიტომ ესე წვრილმანდები რომ არ მინდა ესე რაღაცა ზედაპირულად გითხრა და მე მოვალეობა მოვიხადო და გაგიშვათ, არა, მინდა იცოდეთ ეს. ამიტომ არის რომ მიდის 100-ის თავი ეს დიდებული წარჩინებული ადამიანი, კაცი რომლის ხელში ძალიან დიდი ძალაუფლება და ეუბნება რომ უფალო მონა ჩემი დაცემულას, ანუ ეს არის ავად იგვემების ძალიან ამ ტყივილებისგან იტანჯება ეს ადამიანი და უფალი ეუბნება, მე მოვალ და გავუკურნაო და საოცარ ამას ეუბნება ეს ადამიანი, რომ მხოლოდ სიტყვით თქვი, რამე თუ მე როგორ ეუბნება, იცით, მინდა თვითონ სახელმწიფოში მყოფი ადამიანია, ანუ მას ემორჩილება ბევრი, მითხარით 100-ის თავია, ყავს მონები, ეუბნება, რომ ვეტყვი ერთ წადი და მიდის, მეორეს ვეტყვი მოდი და მოდის, მონას ვეტყვი ეს გააკეთე და აკეთებს და ანუ თავს არ ცნობს ღირსად ეს ადამიანი და თulis ღირსად, რომ მაცხოვარი მის სახში მივიდეს და კიდეც ეუბნება, რომ
არა ვარ ღირსი, რათა ჩემ სართულსა ქვეშე შემოხვიდეო, ჩემ სახლში შემოხვიდეო და მაცხოვარებს თქოს რომ გაიგონებს, ასეც რამეს ამბობს, რომ მთელ ისრაელშიო ესეთი სარწმუნოება მე არ მინახავსო. ვიდრე მე სახარების თხრობას გავაგრძელებ, მე მინდა ლუკა მახარებლის სახარებიდან მოგვითხოვოთ იგივეა, მაგრამ ნახეთ რა არის განსხვავება, თუ განსხვავებას დავარქვათ. ლუკა მახარებელი ესეთ რამეს ყვება, რომ მაცხოვართან მიდიან თვითონ ებრაელები და ეუბნებიან, რომ ესეთი ამბავია და იქნებ დაეხმარო რამე თუ ამ კაცმა ჩვენ შესაძლებელი აგვიშენა. და მე მინდა მოყვე ახლა რახან აქამდე მივედით ამ ადამიანის თვითონ პიროვნება. ეს არის კაცი, პროზელიტი, თუ იცით რას ნიშნავს, ეს არის არაებრაელი, უბრალოდ უცხოტომელი ჩამოსული და მათი ამხსარებელი, ესე ვთქვათ, პირობითად, ანუ მათი სარწმუნოების გამტარებელი. შესაბამისად, ანუ ეს კაცი არის დიდგვაროვანი, ძალიან დიდი ხელმწიფება უკავია. აი ესე პირობითად ვთქვათ რა, რომ მოინდომს თელ ქალაქს მუსრი გააუღო, შეუძლია. არც კი კითხავს კეისარი რატო გააკეთა, იმიტომ რომ იცით რომ რომს ყავდა დაპყრობილი მთელი ეს აღმოსავლეთი, ანუ პალესტინა და მისი საზღვარი კი არა, ნახევარი მსოფლიო ჰქონდა დაპყრობილი და შესაბამისად იქ არც კი იკითხავდა რატო გააკეთა, ესე იგი საჭირო იყო და გააკეთა. და შესაბამისად ეს ადამიანი, როგორც გითხარით, ანუ ყავს მონები, ყავს ადამიანები, ვინც ემსახურებიან და არის ასის თავი, ეს არ არის რაღაცა პატარა თანამდებობა და ამიტომაც ნახეთ, რატო მოდიან ებრაელები ლუკა მახარებლის თხრობაში, რატო იცით რაღაც მე ვიტყოდი რაღაც ქულების დასაწერად, იმიტომ რომ საკრებულო აუშენა. საკრებულო რა არის? არ წერია რომ ააშენა სინაგოგა. საკრებულო. ამასაც განვაკავ მაშინ რახან აქამდე მოდით, რომ გაგრძელება ბევრია გამსახარებას და ჩვენ ვიცით რომ საუბარი როცა იწყებს სახარებაში საუბრობთ ასე ასეთ რამ გვაქვს. სურო ზემოდან ქვემოთ ჩადიოდეს, არ აქვს მნიშვნელობა ქვემოდან ზემოთ ადიოდეს, სადაც არის იერუსალიმის ტაძარში ნახსენები ვიძახით ადიოდა. იმიტომ რომ იერუსალიმი თავისი დატვირთვით ამაღლებულ ესე ვთქვათ მდგომარეობაში. ყველა ადამიანი მიდიოდა იერუსალიმის ტაძარში, რომ მსხვერპლი შეეწირა, ელოცა და ასე შემდეგ. მაგრამ ნახეთ, ბევრს რა თქმა უნდა ეს ფუფუნება ვერ იქნებოდა. ახლა დღეს როცა შეიძლება არის ტრანსპორტის მრავალსახეობა, ავტობუსია, დაუშვა ტრამვაია, მეტროა, თვითმფრინავია და ნებისმიერი ანუ ფორმის ანუ ტრანსპორტი ადამიანს მაინც გაუჭირდება. ახლა მაგრამ ამერიკა, შტატები იმხელა დიდია, შეიძლება მთელი დღე მოგიდეს კი გადაფრენაც გინდა, ხო მე არ ყოფილი, იმიტომ ვიზახი მთელი დღე შეიძლება არ ვიცი როგორც არის, მაგრამ დიდია. მით უმეტეს მაშინ როცა დაუშვათ ან სახედარით გადაადგილდებოდა ან ცხენით, ადამიანი იერუსალიმში ყოველ წუთას ვერ ჩავიდოდა სალოცავად. ამიტომაც ნახეთ ხშენდებოდა ესეთ საკრებულოები, სადაც იკრიბებოდნენ და იკითხებოდა საწინასწარმეტყველო და ასე შემდეგ, ანუ მათ ებრაული წესების თანახმად. და შესაბამისად ეს ადამიანები მიდიან ქრისტესთან და ეუბნებიან, რომ კარგი კაცია, კარგი ადამიანია, რომ ეს ადამიანი აი ყველანაირად ცდილობს რომ ესე ვთქვათ აამოს და საკრებულო აგვიშენა. მათემახარებელი პირად გვეუბნება რომ თვითონ ასის თავი მიდის და ლუკას თავში ესეთი რაღაც წერია რომ ნახეთ ჯერ მიდიან ებრაელები და მერე უკვე თვითონ მიდის ასის თავი. ერიდება სხვენია, ანუ თავისი ადამიანობით, ანუ ძალიან ესეთი კეთილგონიერი ადამიანია. ამ სახარებაში ჩვენ ბევრი რაღაც შეგვიძლია გამოვიტანოთ, მაგრამ ორი რამ უფრო თვალნათლივ ჩანს. ეს არის პირველი ამ კაცის ასისთავის საოცარი არ ვიცი თამდაბლობა, რაც მან გამოაჩინა და აღიარება იმისა, რომ ის არის ღმერთი, მაცხოვარი, იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში იმასთან არ მივიდოდა. იმიტომ რომ კიდევ ერთხელ გიმეორებთ, რომ ჩვენ ვხვდებით ხო, ანუ ებრაელები, ან მთელი ეს საზოგადოება, რაბინები მუდმივად აყვედრიდნენ მაცხოვარს, რა ვიცი, ხან შეურაცხყოფას აყენებდნენ და ბუნებრივია, რომ ვინც დაიჯერა მაცხოვრისა, ის მისდევდა, მაგრამ უმრავლესობა რა თქმა უნდა არ მისდევდა მას. შესაბამისად, ნახე, გავაგზავნეთ თხრობას, რომ მიდის ეს პროზელიტი ადამიანი, არა რჯული და უბრალოდ ტომით, არა ებრაელი, არამედ მათი სარწმუნოებით, უკვე მიღებული აქვს სარწმუნოება და ეუბნება, რომ თავისი მონა განკურნოს. ახლა მოდი გულწრფელად ვისაუბროთ, შემოძვირფასებო, ადამიანების მცირე კატეგორია თუ შეიძლება იზრუნოს თავის დაქვემდებარებულზე ან მონაზე, იმიტომ რომ მონას ყოველთვის ფასი არ ქონდა და ეგრეა ბაზარში იყიდებოდა და ასე შემდეგ, ხო?
ეგ კი არა რომ გაუსინჯავდნენ პირის ღრუს, ანუ კბილებითაც იწუნებდნენ მონას და საერთოდ მით უმეტეს კაპი კი არ ქონდა ფასი. აი ეს ადამიანი იმდენად დიდსულოვანია, რომ მიდის მაცხოვართან ჯერ ხოერიდება და მიდის და ეუბნება, რომ ჩემი მონა დაცემულა არის. საოცარი რამ არის, ხო? როცა მაშინ ჯერ ეხლაც ვიძახი რომ ფასი არ აქვს ადამიანს ზოგადად ისე გავაუფასურეთ ჩვენ ადამიანებმა თვითონ ეს ყოველივე და მით უმეტეს მაშინ და ეხვეწება რომ არ ეუბნება რომ წავიდეს, არ ეუბნება რომ განკურნოს, უბრალოდ როგორც თვითონ ჩათვლის საჭირო. აქაც მინდა ჩავამატო, რა ვქნა შეიძლება ბევრს გეწყინოთ, მაგრამ რაც სიმართლეა, ხო იცით, სიმართლე თვალის სინათლე და მე ვალდებული ვარ. არ ეუბნება ასის თავი რომ წამოვიდეს, არც იმას ეუბნება, მოდი იცი რა არის, გინდა მოკალი და გინდა დარჩეს. აბა ჩვენ ჩავიხედოთ ჩვენ გულებში რამდენჯერ თუნდაც გვითქვამს რომ კაცო ამდენი ხანი წვალობ თუ მოსაკვდომია მოკლეს და თუ არა და ამხელა ცოდვა ნეტა თქვენ სიცოდე და ამ სიტყვას არც ერთი ადამიანი აღარ გაიმეორდა თუ თვითონ არის ხელმწიფე სიკვდილისაც ანუ მასზე ფლობს უფალი და სიცოცხლესაც ასე რომ ჩვენი არანაირი გადასაწყვეტი არ არის ვინი რა და წვალობს თუ არ წვალობს ჩვენი უბრალოდ მოვალეობაა აი ხშირად ყოფილა ხო ალბათ რომ ჩვენი ოჯახის წევრი არის ჩავარდნილი, დავდომილი, გუგლით, მაგრამ ხანდახან მივაყოლებთ ხოლმე ჩხუბსაც და დავიღალეთ და აი მე გეტყვი თქვენ რომ ღმერთმა ყველა დაიფაროს, არავის არ უნდა ლოგინა ჩავარდნა და ძალიან გთხოვ კორექტულები იყავი და საკუთარი თავი დაინახეთ ასეთ მდგომარეობაში თქვენ როგორ იქნებოდით იმ მდგომარეობაში და თქვენ როგორ მოგექცეოდნენ იმ მდგომარეობაში. მე უბრალოდ ეს განმავსე, იმიტომ რომ ძალიან ხშირად გვეშლება და აი ფიქრობენ აპარატიდან გამოართვევინონ თუ არ გამოართვევინონ. როგორ შეიძლება წარმოუდგენელი რამ არის ეს არის პირდაპირ უფლის ნებაში ჩარევა. ამიტომ არის რომ აქ გვიჩვენებს სახარება რომ ესეთ რამეს ეს კაცი ხო პროზელიტია, ხო წარმოიდგინე ებრაელი ესე ვთქვათ იმ კიდე აღსარებასაც გადავიკეთე კაცო მათ რჯულზია, მაგრამ ეს ადამიანი მიდის იმხელა სარწმუნოებით და ეუბნება რომ ესია და აქ უკვე უფალი ეუბნება რომ მე წამოვალ შენთან სახლში. და საპირისპიროს ეუბნება ეს ადამიანი რომ არა ვარ ღირსი მე, იმიტომ რომ ხელმწიფებაში ვარ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მე უბრალოდ რა მინდა იცი გითხრათ რომ ჩვენი თავი ავიღოთ უბრალოდ ადამიანებმა და შევადაროთ აი მაშინდელ ასეთ ყოფას როგორ მივიდოდით ჩვენ უფალთან და ვიდრე ამაზე გავცეთ პასუხს მე მინდა მანამდე ერთი პატარა რაღაც შეგახსენოთ თვითონ თქვენთანაც. აი მაგალითად ადამიანი რომელიც ასის თავია მიდის ნახეთ რა ჯერ თავდაბლობა რამხელა მე მას ჯერა რომ მაცხოვარი აუცილებლად უშველის მას აუცილებლად ეს ხო თავისთვის არ მინს არც ოჯახის წევრისთვის ვიღაც მონისთვის რომელსაც ფასი არ გააჩნია მაშინდელ იმ საზოგადოებაში მაგრამ მიდის იმიტომ რომ ის არის ადამიანი აი ეს არის ადამიანობა და არა ის რომ ბევრ სახე გვაქვს ადამიანის მაგრამ ადამიანი არაფერი გვაქვს და ის მინდობილია უფალზე აბსოლუტურად სრული ნდობაა გამოცხადებული და მე გეტყოდით რომელ ჩვენთაგანს აქვს სრული ნდობა უფალზე თავს ვიქნებთ ქადაგებასაც ვისმენთ მაგრამ პატარათი როგორც კი გაგვიჭირდება ვემსგავსებით დაუბელ ანუ არ ვიცი რაც კი დაარგვით ყველაფერი კრივა ყველაფერი წივილი კივილი და რაც ყველაზე მთავარია ჩავარდნა ადამიანისა სასუსტარკვეთილებაში აი საოცარი რამ არის რანაირი ქრისტიანი ხარ მაშინ თუ უნდობლობა გაგაჩნია ღმერთის სასუსტარკვეთილებაში ვარდები და ამ ყველაფრის აი ესეთი სასწორზად გიხარ რა ან იქნება და ან არ იქნება ეხლა ასის თავის ამბავს განცნობ და შეხედეთ რას აკეთებს ეს ადამიანი მიდის და მაცხოვარს ეუბნება შენ ხარ სიცოცხლის მომნიჭებელი ამ სიტყვებში ეს არის შენ ხარ სიკვდილზე მფლობელი და შენინება როგორ ჩვენ მოიქცევი და მაცხოვარს ამტეუნა მე წამოვალ და გამკურნა მას ეხლა ავიღო ჩვენი თავი ხშირად გადაწყვეტილება უკვე მიღებული გვაქვს დაუკვირდი თუ ესე არ არის გადაწყვეტილება მიღებულია და მოდიოთ უფალთან რისთვის რომ გავამყაროთ ჩვენი გადაწყვეტილება და ბეჭედი დავარტყათ იმიტომ რომ ჩვენ უკვე ის გავაკეთეთ ან უკვე მივიღეთ გადაწყვეტილება უნდა გავაკეთოთ და ღმერთთან რაღაცე მოდის ადამიანი ანუ თუ შენ მიიღე გადაწყვეტილება თუ შენ ცოდვა მადლზე შენ ახარ პასუხისგებელი შენ რაღაცა მოდიხარ ღმერთთან მაშინ რატო რა დავარქვათ ამას ანუ თავის გასამართლებლად ამიტომ ამ სახარებაში ყველაზე თვალნათლივ ამას გვიჩვენებს უფალი რომ ვიდრე ჩვენ უფლის იმედად ვართ ის ყოველივე ადვილად დაიძლევა რაც პრობლემების გარეშე ადამიანი არ არსებობს
და ეს პრობლემები ვის შექმნა უფალს არ შეუქმნია თვითონ ადამიანმა გამოუტანა განაჩენი თავის თავს და შესაბამისად ან ნებისმიერ პრობლემას მოევლება და აუცილებლად დაიძლევა თუ ადამიანი იქნება ღვთისმეტად, იქნება ძლიერი, იქნება აბსოლუტურად სრული და ჭეშმარიტი ქრისტიანი და რა არის ეს ქრისტიანობა? არა შიში, არა რაღაცა ნერთბილად ყოფნა, არა უიმედობა, არამედ ამ ყოველივე რაც ჩამოთვალე, გააქვს ღვთისმეტი, გააქვს და იცი რომ ყველაფერი კარგად იქნება. ესეც გაივლის. სოლომონს ბეჭედი ჰქონდა. სოლომონ მეფეს, სადაც ეწერა, რომ ამოატრიალებდა შიგნიდან, ესეც გაივლის. იცოდა მან რატომ ქონდა იცი ეს წაწე რატომ გააკეთებინა იცი? იმიტომ რომ ეს იყო ყველაზე დიდი მეფე, ეს იყო ბრძენი მეფე, მან არაფერი ითხოვა ღვთისგან გარდა სიბრძნისა და ამიტომაც ადამიანი ხო მუდმივად ცოდაში ვარდება, ამიტომაც მუდამ ქონდა, აი როგორც იტყვიან რაღაცა წინაღობად რომ რაღაც ყოფილიყო მას ქონდა იმედი და ასეც არის ყველაფერი კარგად იქნება და ყველაფერი დაიძლება თუ ადამიანს ეს სურს მაგრამ მე დავამთავრებ ამ სიტყვებს იმით რომ როცა თქვენ რაღაცის გადაწყვეტილებას იღებთ ხო მე არ ვიცახი რომ ყველაფერი მოძღვარმა იცოდეს რა სისულელია მაგრამ თუ გინდათ თქვენ იმის გადაწყვეტილების ისტორიაში დარწმუნდეთ ჯერ გაიარეთ მოძღვართან თქვენი ესე ვთქვათ მიდით აუდიენცია გქონდეთ დაელაპარაკეთ მოძღვარი ყველაფრის ცოდნა შეიძლება არ იყოს, მაგრამ მას ძალიან დიდი პრაქტიკა აქვს მრევლთან ურთიერთობისა და შესაბამისად გიპასუხებ და გეტყვით, მაგრამ თუ თქვენ კიდევ ერთხელ ვამბობ, უკვე მიღებული გაქვთ გადაწყვეტილება, ბეჭედის და დარწმუნებული გაქვთ, მაგრამ თავის სამართლებად უფალთან მოდიხარ, მაშინ ტყუილად უნდა შვრებით რა, იმიტომ რომ თუ მაინც ის უნდა გააკეთოთ, თუ მაინც ისე უნდა მოიქცეთ, მაშინ უბრალოდ რა არის? იგივეა ადამიანი რომ მოდის აღსარებას ჩააბარებს, ანუ და გადის აქედან და იგივე ცოდვაში ვარდება, მე ძიმე ცოდვებზე მაქვს ლაპარაკი და გონია რომ აი აღსარები და მე აღარ ჩემი განსაკითხავი არ არის, უბრალოდ ჩემი მოწოდება იყო მოძღვრისა, რომ სწორად უნდა მიუდგეთ ჩვენ ამ პრობლემურ საკითხს. პრობლემურია საკითხი, როცა ადამიანი ვერ ერკვევა აღსარების საიდუმლოში და განსაკუთრებულად ზიარების საიდუმლოში. და შესაბამისად ანუ მაცხოვარი ან იძახის რომ მე ესეთი სარწმუნოება არ მინახია. რა არის ეს სარწმუნოება? ცოცხალი სარწმუნოება, რაც ამ ებრაელმა არ უბრალოდ ებრაელი არ არის, გითხარით, მაგრამ მათი ესე ვთქვათ თანამოაზრემ ანუ გააჟღერა. ეს სარწმუნოება იმისა რომ მას წამს და სჯერა და ნახე რა შეუნება. მოსვლა შენი საჭირო არ არის. შენ თუ იტყვი, იმიტომ რომ აქ აღმოხდა მას, იმიტომ შენ თუ იტყვი ვარსკვლავები და მთელი პლანეტები შენ გამორჩილებიან. ეს არის სრული ნდობა ღმერთისადმი. იმიტომ გავაკეთე მე ამხელა შესავალი, ჩვენ არ გვაქვს ეს. რომ მოვდიან, ნუ გეშინე ყველაფერი კარგად იქნება, რა ვიცი, აბა იქნება. თუ არ იქნება და ამის არ ჯერა, რატომ მოხვედი? იგივე თუნდაც რა წეღავ თქვი, თუ შენ უკვე ის აია გაქვს ჩაბეჭდილი, რომ შენ უნდა გააკეთო ის თუ არ ვიცი როგორც ქვია ყველაფერს ხო? ყველამ ჩვენ გულში ჩავიხედოთ ხო? რაღაცე მოხვედი. მაგრამ თუ გინდა მოისმინო უფლის სიტყვა, თუ გინდა შენი ნაბიჯები სწორი იყოს, ხო? მაშინ მობძანდი, კეთილი იყოს შენი მობძანება. ასეა, ყოველთვის ჩვენ აბსოლუტურად უკვე გადაწყვეტილზე უკვე რაღაც თითქოს მართლაც ესეა, აი თუ დაუკვირდებით, მე კი ვიცი რომ ესეა, მაგრამ რაღაცა თითქოს ბეჭედ დასმით ვამყარებთ ამ ყველაფერს. მაცხოვარი ამბობს, რომ არ უნახავს ესეთ სარწმუნება, რატო? იმიტომ რომ გარშემო, აი თუნდაც არ ვიყოთ მისი მოციქულები. ხო? მუდმივად ეცემიან. მათი ესე ვთქვათ, მათ გაზდაში მაცხოვრის ხელია, ანუ მაცხოვარმა აღზარდა ისინი. ყველაფერს ხედავენ აბსოლუტურად, ყველაფერი იციან, ყველაფერი უწყიან, მაგრამ მაინც ეცემიან. მაინც რაღაც თითქოს უიმედობაში ვარდებიან და ეს იყო თუნდაც მათთვის გაკვეთილი იმისა, რომ მაცხოვარი ტყუილა არაფერს არ ამბობს, არც ტყუილა მოქმედებს. მიუხედავად იმისა, რომ მაცხოვარი საუბრობს, მაგრამ ბოლომდე არ ესმით, ჩვენც ესე ვართ. არ გვესმის ბოლომდე კიდე. იცით რატომ? იმიტომ რომ ჩვენი გონება დატვირთულია სხვადასხვა რაღაცეებით, მუდმივად. გული რო თავისუფალი ქონდეს ადამიანს რა მხრივ? ახალგაზრდებო სწორად გაიგეთ მე სხვა რამეზე ვლაპარაკობ. გული რო თავისუფალი ქონდეს ადამიანს და მისთვის აი ეს გულში მხოლოდ უფლის ადგილი იყოს, დამიჯერეთ სხვა ვერც ერთი ბოროტი ძალა სხვა ადგილს ვეღარ ნახავს გულში. გაიხსენეთ თვითონ მაცხოვრის სიტყვებისა, როცა იძახის რომ მოვა ის ბოროტი შევა შენში და მე წავა და შვიც კიდე სხვა უფრო უძლიერეს მოიყვანს.
ამის ხელი შემწყობი ვინ არის ისევ ჩვენ ადამიანები თორე ვერც ერთი ბოროტი ძალა შენში ვერ შეახსებს რატომ თუ არ შეუშვებ იმიტომ რომ სული წმინდის ტაძარია შენ აი ამაზე მეტი რაღა უნდა მოგცეს ღმერთმა ამაზე მეტი რაღა უნდა მოგცეს ღმერთმა რომ მსგავსი ხარ შენ ღვთისა ხატებდა და მსგავსება ხარ და ნახეთ რას ამბობს ბოლოს ეს არის აკორდული ბოლო რომ ძალიან ბევრი ხალხის გასაგონად ამბობს მზის აღმოსავლელი და დასავლელი ძალიან ბევრი მოვლენო და ინახით იჯდებიანო აბრაამის, ისააკის და იაკობის წიაღშიო. ინახით არის ანუ განცხრომა ესე თქვა. მაგრამ ამბობს შვილი სასუფევლისანია გავარდებიან გარეთ. სადაც არის ტირილი და კბილ და ხჭენა. ეხლა თქვენი იმიდან თუ გამოვალ ანუ სახარების არცოდნიდან ალბათ თქვენ წარმოიდგენთ რომ სასუფევლის შვილები თუ გარეთ გავარდნენ ვიღამ შევიდეს სასუფეველში. ეს არის ებრაელთათვის მაშინ ნათქვამი რამე თუ ისინი ამას ამბობდნენ და იძახდნენ რომ ისინი არიან ჩეულიერი რომ მათ გარშემო ბრუნავს დედამიწა მზის ინაიხი და აღმოსავლელი და დასავლელი ეს არის ხალხები რომლებიც არიან კერპთაყვანისმცემლები და ისინი ვერასდროს ვერ შევლენ ანუ სასუფეველში და თუ მაინც ვინმე შევა სასუფეველში ანუ ისინი იქნებიან ისე ებრაელი ხალხის მსახურები იქ ეს იყო მათი ფიქრი ასე ფიქრობდნენ დღესაც მაგრამ უფალი ამსხვრევს აი მათ სწავლებას რატომ მოვიდა უფალი რომ თვითოული ჩვენთაგანი რომ შეიყვანოს სასუფეველში კი ცოდები რომ მიუტევოს მეორე ნუ ბევრი ესეთი ვისაუბრია ჩვენ ამაზე მაგრამ თავარი რა არის დაამსხვრიოს აი მათი არასწორი სწავლება იმიტომ რომ რაბინები უკვე ცდილობდნენ რომ თვითონ ყოფილიყვნენ აი ესე გაღმერთებულ მდგომარეობაში და არა თვითონ ღმერთი იმიტომ იყო რომ ყოველივე რაც კი მათ არ მოსწონდა წმობდნენ აბსოლუტურად ყველაფერს და ანადგურებდნენ და შესაბამისად მაცხოვარი ამით პასუხისმცემს მათ რომ აი თქვენ ვინც გონიათ ის რომლებიც კეთაყვანისმცემლები არიან ჩვენც ხო ვიყავით ერთგვარი კეთაყვანისმცემლები ხო ნების ხალხ ადამიანები ესე იყვნენ და მოიქცნენ და მოვად რომ როცა აი ესეთი ადამიანები ვინც მართლა ჭეშმარიტად აღიარებენ ქრისტეს მიმდევრები არიან ისინი შევიდნენ სასუფეველში ხოლმე ვისაც ეგონა რომ სასუფევლის შვილები იყვნენ ისინი გარეთ გავარდებიან იმიტომ რომ არასწორი სწავლება რომელიც ანუ ამახინჯებს არა მარტო სულს არამედ გონებას მუდმივად თავისი ცუდი ნაყოფი გამოაქვს და მაცხოვარი ეუბნება ამ ასისტავს წადი და სარწმუნოებამ შენმან იშველოს და წავა და გვეუბნება სახარება რომ განიკურნა მისი მონა მე ახლა უბრალოდ ესე დავსვევდი კითხვას დღეს ისეთი დრო დადგა რამე ახალს არ მომხ ადამიანები საკუთარი მშობლების გამო არ წუხდებიან ხშირად თავის მშობლებისთვის რომ დავუშვათ მიხედონ ცუდად არიან და ვინმე შეიწუხებს თავს მონისთვის გამორიცხულია ამიტომ ეს არის ჩვენთვის გზამკვლევი ადამიანი რომელიც მიდის და სჯერა ქრისტესი და სწამს ღრმად რომ ნახეთ ადამიანი როგორ მიდის იცით იმიტომ კი მოდი მივალ ვეტყვი ხა რაც არის და განკურნავს არ განკურნავს ხომ მოკვდება და ისიც დაისვენებს და მეც დავისვენებ ამას ხო უფალი ხედავს ყოველივეს უფალი ყველას გულს ხედავს რას ფიქრობს თქვენ რა იხაშება ჩვენს თავში და twin-ში და ასე შემდეგ და ამიტომ არის სულ მიწევს ამდენი საუბარი ჩემო ძვირფასებო თავს ცოტა რომ ძალა დავატანოთ მივხვდებით რომ ვერც დავმალავთ ვერც ვედრობ ესად ვერ წავიღებთ ყოველივე საცნაური იქნება და ყოველივე ამოტივდება ჩვენი ცხოვრებისეული აი კარგი მე მომატყუე დაუშვათ მე მითხარი მე მაკადრე მე გავჩუნდი მე ადამიანური ბუნებიდან მეცოდვილი ვარ და დავთმე და ვთხოვე უფალს რომ მოგიტევოს და იქ რას იზავრო წარდგება მე შენ ნებისმიერ თან არ დაგავიწყეთ რომ ამ პირად სამსჯავროს მოყვება საყოველთაო სამსჯავრო როცა იქნება მეორედ მოსვლა ორჯერ შერცხვენა მოგვიწევს ჩვენ გესმით ამიტომ არის ყოველი დეტალი სახარებიდან იმიტომ კი არ არის დაწერილი რომ მოციქულება მარტო იმიტომ გადმოგცე ჩვენ რომ წაიკითხე და არა ეს არის ყოველდღიური ჩვენი ცხოვრების წესი როგორი უნდა იყოს თუ როგორ არ უნდა ვიქცეოდეთ როგორ უნდა ვიქცეოდეთ და ასე შემდეგ მე მაგალითად ესე ვიტყოდი ძალიან მინდა მიუხედავად იმისა რომ ჩემი დაცემული მდგომარეობისა ყველა ადამიანი ცოდვილია და მათ შორის მეც შეიძლება ყველაზე დიდი ცოდვილი იცოდე რა თუნდა მაგას შეიძლება ვარ ყველაზე ძალიან მინდა რომ იქ მოხვდე თუნდაც სადღაც კიდეზე სადაც შეიძლება რომ იმ ლამაზ ფერებში ხო იმ უფლის დიდებაში იყოს ადამიანი
ადამიანები, რომლებიც ეკლესიაში არ დადიან, აღსარებას არ აბარებენ, არ ეზიარებიან, სხვისი ცხოვრებით ცხოვრობენ, ძალიან მაინტერესებს, მართლა ძალიან მაინტერესებს, რის იმედიებთ. მაგრამ დღეს ესეთი თემაა, ჩემი ღმერთია, ის ყველაფერს მაპატიებს და ასე შემდეგ. მე ვურჩევ ყველას, ჩემ თავს და თქვენს. ადამიანებად დავრჩეთ. ყოველწუთაში ცხოველები დარბიან ჩვენს გარშემო. ხანდახან მაგალითად იმითგანაც რო ავიღოთ, კარგი იქნება, იცით? როგორი სიყვარული შეუძლიათ თუნდაც. ისინი ზრუნავენ თავიანთ შვილებზე, იმათაც მიერ თავიანთი ლეკვებისთვის საჭმელი, მაგრამ დღეს რას ვხედავთ ჩვენ ცხოვრებაში? ანუ მარტო ეხლა მე სხვაგან არ გადავდივარ, მარტო შვილების გაზრდა არაფერს არ გვაძლევს. აღზრდა უნდა. აღზრდა. იმიტომ არის ამდენი დღეს უსიყვარულობა, გაუტანლობა, დედ-მამის უპატივცემულობა და ზოგადად რა, როგორ შეიძლება საკუთარ შვილს უთხრა, რომ მე და შენ მეგობრები ვართ. მე ბევრჯერ მithქვამს. ვერ ახარ მეგობარი, ვერც ვერაზუს ვერ იქნები. შენ ხარ დედა, რატო სხვენიათ ამ სიტყვის წარმოთქმა? დედამიწა ზანზარებს დედა ღვთისმშობლის სიტყვის წარმოთქმას და დედის წარმოთქმა სხვენიათ, მაშინ ვერ არიან ეგენი შვილები და ვერც იქნებიან ვერაზუს. ან მამის და სახელებით რომ მიმართავენ, შეიძლება ბევრს ეწყინოს, მაგრამ ეს ესია. მეხუთე ცნება გეუბნება, ეცი პატივი მამასა შენსა დედა შენს თუ გინდა დღეგრძელი იყო ქვეყანასა ზედა თუ არა და ვიცით რა სასჯელიც აქვს ასეთ ადამიანებს. მაშინ რა ვუყოთ ახლა 10 ცნება ჩემი მოგონილია? ან ნებისმიერი რაც არის ჩამოთვლილი ღვთისმცნებებიდან ჩემია რამე არა, არც ერთი მოწყვის არ არის. პირადად მისია. ასწავლეთ თქვენ შვილებს. კი ბატონო, უნივერსიტეტებში, მაგრამ ყველაზე მთავარი დაამთავრებინეთ სახლში, უმაღლესი სახლში დაამთავრებინეთ. ოჯახი აჩვენეთ, რომ ოჯახი ყავს მას. ძალიან ცუდი ვითარებაა ჩვენ თავს და თუ ამას არ გამოვასწორებთ, ჩვენ დამიჯერეთ რა. ძალიან ცუდი რეალობის წინაშე დგევარ და გაგვიჭირდება ძალიან. იმიტომ რომ ოჯახი არის სარკე, რასაც დაინახავს ბავშვი, იმას ცხოვრებისეულად მე აირეკლებს. ჩვენი შვილები, ჩვენი ნათელი მომავალია, ოღონდ ჩვენ ეს როგორ გვინდა რომ ბევრჯერ მithქვავს ხუმრობით, რომ ჩვენი შვილი დოქტორი უნდა გამოვიდეს. ეს ყველა ქართველის სურვილია, ყველა ბოლომდე იხარჯება, სოფელსა თუ ქალაქში ყიდიან ძროხა, სხვა ყველაფერსო თავიანთ შვილს ასწავლონ. ძალიან კარგია, მივესალმები. ამასთან ერთად ასწავლეთ ღვთის სიყვარული, ადამიანობა ასწავლეთ. რაც არ უნდა ადამიანი ნასწავლი იყოს და ცამდე ესე თქვა, ანუ განათლებული და ნაკითხი იყოს, თუ ის ადამიანთან არ შედგება, კაპიტია მისი ფასი. ეს არის ჩემი კომენტარი.